მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყებ იმით, რომ ირანი ჩადის უგუნურ ქმედებებს. მე ვფიქრობ, უგუნური ქმედებები იყო მათ შორის, ესე იგი, გალფის ყურის სახელმწიფოების თავდასხმა. უგუნური არის მით უმეტეს თუ კი ეს გამიზნული იყო და მე ვიცი, რომ ახლა ირანის ელჩი არის მიწვეული საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბაქოში, იმისათვის რომ აღსაგარმატება გააკეთოს. თუ დადასტურდა, მე არ მინახავს ბოლოცებები მაშინ, თუ დადასტურდა, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა და არა თქვა რაღაცა სამხედრო ოპერატიული შეცდომა, მექანიკური ხასიათის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ნახიჩევანი მოსაზღვრე რეგიონია ირანთან, მაგრამ ძალიან გასაკვირი იქნება თუ მაინც და მაინც აეროპორტი თუ გახდა უნებლიე შეცდომით, ესე იგი თავდასხმის საგანი, იმიტომ რომ აეროპორტი არ არის ხო, ჩვეულებრივი მინდორი ან თქო ხანა, სტრატეგიული ობიექტია და თუ მაინც და მაინც შემთხვევით აეროპორტი გახდა რაღაც თავდასხმის საგანი, რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან დიდი უცნაურობა. თუ ირანმა ეს ჩაიდინა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ირანს დაკარგული აქვს მთლიანად რაციონალური გონი, ის უბრალოდ ჩართული არის ყველგან მარცხნივ და მარჯვნივ სახელმწიფოთა გადამტერებაში, მათ შორის ისეთი სახელმწიფოების გადამტერებაში, რომელიც არ არის მისდამი აპრიორი ამ მოცემულობაში მტრულად განწყობილი და ილჰამ ალიევმა ეს აჩვენა საკუთარი ქმედებებით, როდესაც ირანის საელჩოში მივიდა სამძიმარზე, როდესაც შესაბამისი განცხადებები გააკეთა. ეხლა ირანს ბევრად უფრო მეტი მსხვილი პრობლემა აქვს და მსხვილი მტერი ყავს, ვიდრე არის აზერბაიჯანი, ამიტომ თუ ეს დადასტურდა, ეს იქნება უგუნური ქმედება. ამავე დროს, ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, საინტერესო არის სულ სხვა რამ. პირველი ის, რომ აი აზერბაიჯანს ჩვენგან განსხვავებით, გასაგებია მოსაზღვრე სახელმწიფოა, მაგრამ მაინც მობილიზებული ყავს შეერაღებული ძალები შესაბამის ტერიტორიებზე, ხო? მოწვეული ყავს ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც უნდა მუშაობდეს ასეთ ვითარებაში გამართულ სახელმწიფოში. აი საქართველოს რა აქვს გაკეთებული? აი ხელისუფლება დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც გვესაუბრება იმაზე, რომ ის მშვიდობის აკვანია, მშვიდობის კუნძულია, რაში გამოიხატება ის, რომ ამ ხელისუფლებას რაიმე წვლილი აქვს დღეს თუ მშვიდობა არსებობს, კიდევ მშვიდობა არის თუ არა, ისაც ჩვენთან არის კიდევ ცალკე თემა არის. მშვიდობის დროს, არ ვიცი, ადამიანს სანთლის დანთებისა სნაიპერი არისთვის თავში. აქედან დავიწყოთ და ეგრეთ წოდებულ საზღვარზე ცხოველივით არ კლავენ მაპატიეთ შედარება, ხო? რაც ბოლო წლებში ქონდა, სულ ორი შემთხვევა გავიხსენოთ და მღვდლებს და ბავშვებს აიტაცებენ ზღვის ფარასავით. მაგრამ აი ესეც რომ გადავდოთ, თუ თქვათ მშვიდობად მივიღებთ იმასაც დღეს გვაქვს საქართველოში. აი ქოცური წვლილი რა არის ამაში? რა გააკეთა კობახიძემ და სხვებმა ისეთი, რამაც ეს შესაძლებელი გახადა? პასუხი არაფერი. და ეხლაც კიდევ ერთხელ, როცა რეგიონში არის ამხელა მასშტაბის კრიზისი, როცა მართალია ჩვენს მოსაზღვრე სახელმწიფოში არ არის აპრიორი ასეთი კრიზისი, მაგრამ რეგიონის დინამიკაში არის ძალიან სერიოზული. ხო, მათ შორის იმაზე საუბარი და დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო ცნობები, რაც გავრცელდა, მათ შორის დასავლურ მედიაში იმის შესახებ, რომ შესაძლოა ირანმა დაარტყას ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილსადესაც. აი ამ მიმართულებითაც რა ტიპის ქმედებები შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ და როგორ უნდა იყოს მზად საქართველო, ამაზეც ბუნებრივია მნიშვნელოვანი იქნება განმარტებების მიღება. რა თქმა უნდა, დავიწყოთ იმით, რომ ეს მილსადენი საბოლოო ჯამში ისრაელიც იღებს ამით სარგებელს, საკმაოდ მოზრდილ სარგებელს, ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება უსაფრთხოების მკვლევართა წრეებში და უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წრეებში, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ერთ-ერთი პოტენციური სამიზნე გახდეს ეს ძალიან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მილსადენის. და აი მან მოვდედი სწორედ ამ პირობებში, როდესაც რეგიონში არის ესეთი ვითარება, როცა ჩვენ ძალიან ბევრი კუთხით შევაშვებხოს. არ მარტო მილსადენის, არამედ იქ პოტენციურად ირანიდან თქვათ მიგრაციის ტალღა დაიწყოს. ეს ხო მთელ რეგიონს მოედება, ხო? ეს ხო არცერთ სახელმწიფოს მithumetes უშუალო სამეზობლოს და ჩვენ ირანის უშუალო სამეზობლო ვართ გვახსოვდეს, ხო? ჩვენ კი მართალია ქართველებს ზოგადად დასავლეთით გვაქვს მომართული ჩვენი პოლიტიკური და კულტურული ყურადღება, ხო, ისტორიულად, ხო? იმიტომ რომ იმ ცივილიზაციას მივაკუთვნებთ თავს, მაგრამ ბევრად უფრო ახლოს არის თეირანი, ვიდრე ევროპული კავშირის არაერთი სახელმწიფო და დედაქალაქი, ხო? ეს კარგად გვახსოვდეს. და აი ამ ვითარებაში კითხვა მაქვს, სად არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო? სად არსებობს კიდევ? და თუ არსებობს, სად არის? აი რამე გააკეთა? რამეზე იმშელა? კონტინგენტურობის გეგმები აქვს? A სცენარში რა ხდება, B სცენარში რა ხდება, G სცენარში რა ხდება? ირანის ელჩი იქნა მიწვეული იმისთვის, რომ მოესმინა შესაბამისი ტიპის ახსნა-განმარტებები ქართულ სახელმწიფოს და მათ შორის ძალიან მყარი გარანტიები იმასთან
დაკავშირებით, რომ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მილსადენი არ გახდება ირანის რეჟიმის თავდასხმის საგანი. ეს არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს მართლა სუვერენული ხელისუფლება. აი რასაც იჩემებენ, რომ ვითომ არიან. ეს არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს მშვიდობის მოყარე ხელისუფლება. იმიტომ მშვიდობა არის ძალიან კარგი რამე, მეც მშვიდობა მინდა და მე მინდა თუ მინდა, ქოცზე მეტად მე მინდა, მაგიტომ არ დავდგებოდი ირანის და აშხაბადის სახელმწიფოთა მსგავს რაღაცა კოქტეილთან, იმიტომ იქ მშვიდობა არ არის, იქ არ არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, არამედ დავდგებოდი ევროპული კავშირის სახელმწიფოებთან, რომელიც არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის და ყველაზე სტაბილური მდგრადი მშვიდობის პოლიტიკური პროექტი. ხო, ამიტომ რეალურად ქართველებს ის უნდა გვეცოდეს, რომ არანაირი მშვიდობა, არანაირი პრაგმატიზმი ეს არ არის, ეს არის გასუსული, ქოცური, კაპიტულანტური, უსუსური პოლიტიკა. ეს არის უსუსურების პოლიტიკა, საქართველოს დაძაბუნების პოლიტიკა და ამიტომ არის, რომ ნამსჯელი არ არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მილსადენი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია. მით უმეტეს აი ამ კლიმატში, რაშიც ახლა ვართ ჯერ კიდევ, ხო? მარტის დასაწყისში. აი ეს რო არ არის ნამსჯელი საერთოდ. უშიშროების საბჭო რო არ შეხვედრილა და არაფერი რო ნამსჯელი არ აქვს. ქართული საზოგადოება რო არ არის ინფორმირებული, რა სცენარები შევაგველოდეს, რაც ჩვენთვის რელევანტურია. აი ხა ამ პირობებში გამოვა რომელიღაცა ტაკი მასხარა და იქ რაღაცა გეოპოლიტიკურ შეგონებებს დაგვიწყებს და ამერიკას და ევროპას თითს უქნევენ. აი ეს არის ცირკი, ბიძინას მიერ მოწყობილი ცირკი, რომელიც ამავე დროს რაღაც კანონებს იღებს, რომ ცირკს უწოდოს რაღაცა სასახლე. ცირკი არის ცირკი. და ცირკი დარჩება ცირკად. თავარი ახლა სულ სხვა რამეა, რომ რაც შევა მეტი ქართველი იყოს ამ აზრზე და მე ხარ მათ ვარ დაწეული კრიტიკული უმრავლესობა არის ამ აზრზე და რაც შევა დროულად და მშვიდობიან მივიდეთ იმ მომენტამდე, როდესაც ელემენტარული რაღაცები არ გვექნება სასაუბრებლად. ახლა რასაც მე ხარ ლაპარაკობ, ეს არის ყველაზე ელემენტარული, ყველაზე საბაზისო, ისაც მოცემულობად უნდა კონდეს. ამაზე ეთერში ლაპარაკი კი არ უნდა ჭირდებოდეს პოლიტიკოს. ეს უნდა ხდებოდეს აპრიორი ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში. და უნდა ვლაპარაკობდეთ სხვა ამბიციურ რაღაცეებზე, ხო? მართლა დიდ რაღაცეებზე. იმაზე კი არა, რომ ჩამოშლილია სახელმწიფო სისტემა, უშიშროების სექტორი, საბჭო საერთოდ მე მგონი აღარ არსებობს. არაფერზე პასუხი არ გვაქვს, ელჩი არ არის მოწვეული და გველაპარაკებენ სუვერენულობაზე და ღირსებაზე. სად არის სუვერენულობა და სად არის ღირსება აი ამ ყველაფერში? არსად. ბატონ გრიგოლ, მინდა ასევე თქვენი პოზიცია მოვისმინო ქართული ოცნების წევრების ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ვიცით, ქართული ოცნების წარმომადგენლები შეხვდნენ, მათ შორის მარკო რუბიოს მოადგილეს, ჩვენ ნიკოლოზ სამხარაძის ასეთი კომენტარი მოვისმინეთ, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მთავარი საკითხი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო, ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტერესზე და მზაობაზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს. ასევე გავცვალეთ მოსაზრებები, რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით. თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაცნაირად ქართული ოცნება ახლა ისეთ ვითარებაშია, რომ მას მოუწია რაღაც ტიპის დათმობებზე წასვლა, იმის გამო, რომ მან დაალაგოს შეერთებულ შტატებთან და წავიდეს რაღაც ტიპის კომპრომისებზე, თქვენ ასეთი ტიპის ქმედებებს, გადაწყვეტილებებს თუ ელოდებით ივანიშვილის პარტიის მხრიდან? კი, მე ველოდებ, მე ამას დიდი ხანია ველოდები, აქვე ვიტყვი, შესაძლოა ჩემი შეხედულება იყოს მხოლოდ, მე ისეც აი ამ სქემატურ ჩარჩოს ხედავდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ახლაც ხედავ და იქნება თუ არა ასე ამას დავინახავთ ყველანი ერთად. დავიწყებ იმით, რომ ეს კონკრეტული პიროვნება ბეიკერი არის რუბიოს როგორც ეროვნული უშიშროების მრჩევლის, უსაფრთხოების მრჩევლის, National Security Advisor მისი მოადგილე, იმიტომ რომ რუბიოს უნდა გვახსოვდეს აქვს 4 სხვადასხვა პორტფელი, ძალიან გავლენიანი პირი არის ცხადია და სხვადასხვა ტიპის პორტფელები არის გაერთიანებული მასთან, მის ფიგურაში. ამიტომ ეს არ არის რუბიოს როგორც უბრალოდ დაზუსტებისთვის, საზოგადოებამ რომ იცოდეს, ხო? ეს არ არის რუბიოს როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეს არის რუბიოს როგორც ეროვნული უსაფრთხოების მდივნის მრჩევლის მოადგილე. ცხადი არის ძალიან მნიშვნელოვანი პირი, ბატონი ბეიკერი. ხო, რაც შეეხება შეხვედრას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივად ქოცებს უწევთ სტაბილიზაციის მოდალობაზე ფიქრი, მაგრამ მათ ძალიან
ძალიან ჭირდებათ სტაბილიზაცია. კი, რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკურ დისკუსიაში ყოველთვის ისე წარმოაჩენს საქმეს თითქოს ყველაფერი კარგად აქვს და არაფერი არ აქვს დასასტაბილურებელი, მაგრამ ეს ასე არ არის. მათ არ აქვთ პოლიტიკური მდგრადობა, ისინი თავს ვერ გრძნობენ მყარად და ამას მიუთითებს მთელი რიგი სხვადასხვა მოქმედებები, კანონები, რიტორიკა, პოლიტიკა, ქმედებები და აი ამ პროცესის ნაწილია ისიც და ჩვენ ნახეთ რომ არათუ ამერიკა რომელზეც ჰქონდათ ხო ეს ხაზი რომ ჩვენ ამერიკასთან გვინდა სტაბილიზაცია. ეხლა ევროპულ კავშირზეც კი მოუხდა იგივეს თქვა კობახიძეს პირველად და როდის იმედის და პოზიტივის ბრიტანეთის მიერ დასანქცირების შემდეგ დღეს თან როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო მისული გამოცხადდა მათი უფალი პოლიცსაბჭოზე და აი ამის შემდეგ მოუხდა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრს იმისი თქმა რომ ის ევროკავშირთანაც არ გამორიცხავს სტაბილიზაციას. უბრალოდ რა თქმა უნდა კოცები ცდილობენ ეს საკუთარი პირობებით გააკეთონ, ანუ მათ ფასად გააკეთონ და არა ობიექტურ ფასად და ეხლა მთავარი რა თქმა უნდა არის და მე ხმაურად დაწეული ეს ასეც იქნება რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც და ევროპულმა კავშირმაც ძალიან მკაფიო პოლიტიკური ფასი განსაზღვროს აი ამ სტაბილიზაციისა. ანუ რა უნდა გააკეთოს კოცმა იმისთვის რომ მსგავსი ტიპის სტაბილიზაციას რაიმე შანსი გქონდეს. და მე ხმად ვარ დაწვრილი რომ ეს არც ამერიკის შემთხვევაში და არც ევროპული კავშირის შემთხვევაში არ გავა კოცურად დალაგებაზე. არამედ გავა იმ ტიპის მოთხოვნებზე, რაც გააჩნია საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებას. ეს არის უპირველეს ყოვლისა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და რასაკვირველია პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რაც არის საპარლამენტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისის გადმოხტვის ყველაზე პირველი და მთავარი გზა და ჩვენ სწორედ ამ გზას მოვითხოვთ უკვე აი წელიწად ნახევარი, იმიტომ რომ ეს არის სწორი და დემოკრატიული გზა. და აი როდესაც საუბარია ხოლმე რომ თითქოს ოპოზიციას არ სურს დემოკრატია, ოპოზიციას არ სურს კონსტიტუცია, პირიქით კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის კონსტიტუციის დაცვა, დემოკრატიის დაცვა, იმ ჩარჩოს დაცვა, რომლითაც წარმოგვიდგენია, რომ უნდა ფუნქციონირებდეს თავისუფალი კონსტიტუციური მშვიდობიანი დემოკრატიული პროცესი და ასეთივე სახელმწიფო.